პარტია გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო საქმიანობას სავარაუდოდ მიმდინარე სასესიო კვირიდან დაიწყებს. მანამდე კი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა რუსუდან თევზაძემ პარტია დატოვა და საპარლამენტო მანდატზეც უარი განაცხადა. რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის მიმართული პოლიტიკური ძალის გახარია საქართველოსთვის წინააღმდეგ. პარტიამ გახარია საქართველოსთვის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების თაობაზე 20 ოქტომბერს განაცხადა. პარტიაში აღნიშნეს, რომ პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნების არ გამოყენება არამხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. პარლამენტში შესვლაზე და რუსუდან თევზაძის გადაწყვეტილებაზე შეფასებები გაკეთდა ქართულ ოცნებაში. მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობის ერთად დაგეგმილ პროვოკაციას, რომელიც დაერქვა რაღაც მშვიდობიანი დამხობა, ამის შემდგომ უბრალოდ მანდატების არ გამოყენებას აღარ ქონდა აზრი. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაღიარებთ არც ახლა პარლამენტის ლეგიტიმაციას, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ იმ რეალობას, რა რეალობაც არის შექმნილი და ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ხალხს ავუხსნათ, სადამდე მიიყვანა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო პოლარიზებულმა პოლიტიკამ ამ ქვეყანაში. ძოლის ღალატია და ამ ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ემსახურება მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებს, მერკანტილურ ინტერესებს და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს, რომელთათვისაც პირიქით ივანიშვილის პარლამენტში ერთპარტიული ყოფა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამით ივანიშვილი მნიშვნელოვნად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, ვიდრე გახარიას პარტიის 12 წარმომადგენლის ყოფნა, პირველად მიზანიც არის თვითგადარჩენა, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური. ეს ხო ხელოვნური გაერთიანებებია და ხელოვნური ორგანიზაციებია. დალოცვილო შენმა პარტიამ ხომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მაშინ ეს პროტესტის გრძნობა არ დაგიშთა. თუ ამას მოქალაქებრივად არასწორ პოზიციად თვლიდი, რაზე მოუწევი ხელი, რომ თანახმა ხარ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემი დოკუმენტაცია გადააგზავნოს საქართველოს პარლამენტში უფლებამოსილების საცნობად. აი ეს კითხვები ხო გვიჩნდება ყველას. ამიტომ გეუბნებით, ეს რაღაცა მწყობრი აზრის მქონე ადამიანები არ არიან და რაღაცა ერთიანი აზრი. მოვეძებთ ლოგიკას ამ ხელოვნური გაერთიანებების წევრებს შორის. არავითარი ლოგიკა არ არსებობს.